რას ურჩევდით ადამიანს, რომელსაც ღმერთი სწამს, მაგრამ ეკლესიური ცხოვრება ვერ დაუწყია? შედალოცვილი. ღმერთი არის და ესე როგორ ცხოვრობ? ღმერთი არის და რაღაც არ უნდა შეცვალო? რაღაც არ უნდა შეცვალო. არ გინდა მას მე ღმერთი გულში მყავს, მამაო. ჩემ სიტყვას იცი როგორ ისმენს ღმერთი? იცი როგორ ზრუნავს ჩემზე? არც ერთი ჩიტი რო ჩიტია, არ დავარდება ღმერთის ნების გარეთ. ჩიტებზეც კი ზრუნავს. ანუ შენ გინდა ჩაეწერო წყილის, ესე იგი ჩიტის რიგში. ლაპარაკია შენს როგორც ღვთის ხატზე და ღმერთთან შორის ურთიერთობაზე. როგორ არა, ჩემ სიტყვებს ისმენს ღმერთი ადამიანი? კი, ისმენს. როგორ არ ისმენს? მაგრამ მე გეკითხები, შენ როგორ უნდა მიხვდე იმას, რომ შენ გაიგე ღმერთის? შენ როგორ ხვდები ღმერთმა რა პასუხი გაქცა? ან გაქცა თუ არა პასუხი? როგორ ჩემი სუბიექტური გამოცდილებით რაღაცას ასე მიგძენი? და მე გეკითხები, ეგება ის ვინ შენ იგძენი? სხვა სულია, ეშმაკია. ან შენი ფსიქოლოგიური რაღაც მოძრაობებია. როგორ უნდა მიხვდე? ეკლესია ჯერ ერთი რომ მისტიურად გაკავშირებს ღმერთთან. მაგრამ არის მეორე, 2000 წლოვანი სკოლა, რომელმაც იცის გამოცდილებით, როგორ მიხვდე, რომ ის ვინც შენ რაღაც სუბიექტურ განცდას გაძლევს, არის ღმერთი.